მოგესალმებით ჩემო ძირფასებო, ჩემო კარგებო, ეს ვიდეო იქნება იმათთვის, ვისთვისაც ტარო არის არჩეული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ პირველ რიგში დაეხმაროს თავის თავს, რომ გაარკვიოს სხვადასხვა სიტუაციებში, გაერკვიოს, ხო? და დაეხმაროს მერე სხვებს. მე ვაკეთებ მიმოხილვას ასეთ ვიდეოებში ორივე დასტაზე, ტარო მანარაზე და კლასიკურ ტარო უეიძზე. რატო ვაკეთებ ამას? იმიტომ რომ ამ ორ დასტაზე ვმუშაობ მე თვითონ ძირითადად, როცა ჩემთან მოდიან პირად კონსულტაციაზე და ამისთვის რომ ეს ინფორმაცია დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვისაც უნდა რომ ტარო შეისწავლოს თვითონ და გქონდეთ ეს ინსტრუმენტი, შეუქმნიანი ტარო აკადემია, სადაც ამ ორივე დასტაზე მაქვს ჩაწერილი კურსი ქართულადაც და ეხლა უკვე რუსულადაც კი ჩავწერე უკვე, წერთ ვიდეოს, ხო? ვიდეო გაკვეთილებს, რა თქმა უნდა. და დღეს მინდა მე თქვენ განახოთ სხვაობა. დღეს გაკვეთილში მინდა განახოთ სხვაობა მთავარი ქალის იმპერატრიცეს. ძალიან ხშირად გამოდის ეს არკანები ჩვენთან გაშლებში, იმიტომ რომ ჩვენთან მოდიან იმ სულ იმპერატორი ქალები და რა თქმა უნდა არის ეს ორი დასტა ერთად მუშაობენ რაღაც არაჩვეულებრივად. საერთოდ მან არის რა თქმა უნდა ურთიერთობაზე, მაგრამ არა მხოლოდ ქალის და კაცის ურთიერთობაზე, ბიზნესზე ძალიან კარგად მუშაობს, იმიტომ რომ ნებისმიერი ბიზნესიც ახლა საქმიანობა არის, ეგაც არის ურთიერთობა, ხო? ჩვენ ვურთიერთობ ადამიანებთან და ამიტომ ძალიან ადვილად შეგვიძლია მანარას მეშვეობით გავიგოთ ჩვენ საერთოდ ადამიანი როგორ არის განწყობილი, როგორ ფიქრობს, როგორი მიდგომა აქვს საქმეს, რომელსაც თქვენ ერთად დაუშვათ, ახლა გინდათ რომ დაიწყოთ, ან გახსნილი გაქვთ, ან გინდათ რომ ითანამშრომლოთ ადამიანთან, რომ გაიგოთ მისი ძრახვები და ასე შემდეგ. რა თან ძალიან ღრმად აჩვენებს სიტუაციებს მანარა და ამიტომ როცა შენ ხარ აი ადამიანი, რომელიც ეხმარება სხვებს, ანუ ასე ვთქვათ, ტაროლოგი, ან გინდა გახდე ტაროლოგი, ან ფსიქოლოგებისთვის არის არაჩვეულებრივი ინსტრუმენტი, რომელიც უცბად გაჩვენებს შენ სიტუაციას და არ გჭირდება ეხლა საათობით ჩაატარო კონსულტაციები, რომ გაიგო რა აწუხებს თქვათ ადამიანს, ხო? მოდით ახლა დაუბრუნდეთ დღეს ჩვენს იმპერატრიცეს და მე განახებ დღეს სხვაობას. საერთოდ კლასიკური ტარო ეს არის უფრო ენერგიებზე მუშაობა, ანუ აქ არის ჩაქსოვილი მთლიანი ენერგია ქალის და არა მხოლოდ თვითონ როგორც ქალის, აქ არის სიუხვეც, აქ არის სიმდიდრე, აქ არის ქალი დედა, აქ არის ანუ უფრო სხვა, უფრო მეტად სხვა ენერგიები არის ჩაქსოვილი. და ეს არის ანუ ოთხივე ქალის, ოთხივე სფეროს მდგომარეობა, ანუ ემოცია, ანუ ფიქრიც, ქმედება, ყველაფერი რა, ანუ ეს არის უფრო აჩვენებს ჩვენ ძალიან ღრმა ენერგიებს, საერთოდ შეიძლება даже აჩვენებდეს იმას, რომ აი თუნდაც მამაკაციც შეიძლება გამოვიდეს, თქვა ამ ენერგიებში არის, რა ენერგიები არის, ხო? და აი ამ ენერგიებს ხსნის ადამიანს, მაგრამ მანარაში საერთოდ იმპერატრიცა არის უშუალოდ აჩვენებს ქალურ ენერგიებს, ქალის მდგომარეობას და ეს შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, დადებითიც და უარყოფითი. პირველ რიგში ნახეთ ეს ნახათ სიუჟეტებით, მანარა გველაპარაკება სიუჟეტებით და რა თქმა უნდა გაშლაში, ეხლა გააჩნია რა პოზიციაზე არის ეს არკანი, აი იმ ინფორმაციასაც ჩვენ ვიღებთ. შეიძლება აჩვენებდეს იმას, რომ ქალს აქვს თავისი თვითშეფასება მაღალ დონეზე და იცის, რომ მე ჩემი თავი მიყვარს, მე ჩემს თავს ვაფასებ, მე ჩემთვის ჩემი თავი მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, როცა შენ თავს აფასებს, რა თქმა უნდა, მამაკაციც დაგაფასებს. ანუ შენ არ ახარ სხვერპლის როლში, როცა დაუშვათ ყველაფერზე მზად ვარ, ოღონდ შენ იყავი ჩემს გვერდით, იმიტომ რომ აქ არის უკვე ქალმა იცის თავისი ფასი.
მაგრამ ამავე დროს ამას აქვს მეორე მხარეც, როცა ქალი ზემოდან იყურება, როცა კაცის გამოყენება უნდა, კაცის მონობა უნდა, როცა მე ვარ აი ასეთი ამპარტალნობა, როცა მე ვარ ისეთი, რომ ყველა უნდა მემსახურებოდეს, როცა ყველა უნდა ჩემს ირგვლივ იტრიალებდეს რა და ამიტომ გააჩნია პოზიცია და უშოთ მამაკაცი როგორ ხედავს. ნუ იქაც ახლა რა თქმა უნდა დამატებითი არკანები, რომელიც იქნება გაშლაში, ჩვენ გვეტყვიან, რომ ამ შემთხვევაში შენ როგორც ხედავს, როგორც ისეთ ქალს, რომელიც მე მინდა რომ დაუშვათ, ვაფასებდე, ვისთვისაც მე მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო რა, შენ ხარ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ხალი, ხო? აი მაგ შემთხვევაში ასეთი პასუხია თუ დაუშვათ კიდე ნუ თქვათ კიდე სხვა უარყოფითი სიტუაციები არის, ანუ როგორ შეხედავ ქალს, რომელსაც უნდა ჩემი გამოყენება, რომელსაც მხოლოდ თქვათ ჩემი ფული უნდა სიტყვაზე, რომელსაც მე არაფრად არ მაგდებს, მე ყველაფერი მზად მისთვის, მაგრამ ის არაფრად არ მაგდებს. ანუ აი რა თქმა უნდა გაშლაში ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ და მე შემიძლია გითხრათ ახლა უკვე ჩემ კურსდამთავრებულები და ჩემთან ვინც სწავლობენ, გოგოები, ვინც და ბიჭები, სხვათა შორის კი, ბიჭებიც მყავს. აი საერთოდ დამიდასტურებენ, რომ მან არა არის რაღაც სასწაული დასთა, იმიტომ რომ ისეთ რამეებს ამბობს და ისეთ რაღაცებს კარნახობს, რომ აი შეიძლება დაждდეთ და ისპოროთ ჯერ თავიდან, რომ არა, მე ეგეთი არა ვარ, მაგრამ რომ დაინახოთ, ანუ იცით როგორ ძალიან კარგია ტრანსფორმაციისთვის, აი დაუშვათ შენ თვითონ ვერ ხვდები, თქვათ, რატომ ეს ადამიანები ასე მიქცევა, მე ხო ჩემი თავი მიყვარს, მე ხო ძალიან ვაფასებ ჩემ თავს, მე ხო ძალიან მაგარი გოგო ვარ, მე ხო თავს ვუვლი, მე ხო ასე მგონია რომ მე ძალიან მაღლა ვდგავარ, ახლა არ მივცემ უფლებას ვიღაცას რომ მე თქვა დაუშვოთ ახლა მელაპარაკოს აი როგორც ჩაულებრივ ქალს, თქვა თან ქალს რომელიც თავს არ აფასებს. აი აქ გაშლას რო გააკეთებ და დაინახავ რა პოზიციაზე რო დგას და გეუბნები რატომ არის ის რომ შენ დაუშვოთ ახლა ასეთი კარგი და ლამაზი და მშვენიერი და რატომ თქვა ახლა მამაკაცები არ შედიან შენთან ღრმა ურთიერთობაში. აი ზუსტად ამაზე მიხვდები რომ კი მაგარი ვარ, კი მოვწონ ვარ, მაგრამ უნდა ვიმუშაო ცოტა ჩემს თავზე, ჩემს ამპარტალნობით, რომ მაგას ვერ ვხედავ მე თვითონ, იმიტომ რომ აი აქ ნახეთ, ამას თმები ისე აქვს, რომ სახეს მალავს, ვერ ვხედავ მე იმას, რას ვაკეთებ და ამიტომ საერთოდ მან არაც და გინდაც ახლა კლასიკური ტარო, ეს არის ძალიან ტრანსფორმაციული მას ინსტრუმენტები, რომელიც ჩვენ ძალიან გვეხმარებიან ბევრ სიტუაციებში, რომ გავიგოთ ახლა ჩვენი ადგილი როგორი შეიძლება თუნდაც ახლა კლასიკაში გაჩვენებს თქვენ ის რომ შენ ძალიან ბევრი აიღე შენს თავზე. შენ უკვე ყველაზე ზრუნველობა იმ დონეზე გაკაღებული, აი დაუშვით ახლა 10-იანი რო იყოს აქ სიტყვაზე გვერთხების, ხო, რომ შენ იმდენი თვირთი გაქვს, რომ ნუ ეს უკვე შეუძლებელია და ამიტომ უკვე გადაღლილი ხარ და უკვე შეიძლება აღარც გინდა რომ თქვა შენი ქალობა სად არის დაიკარგა უკვე რა და ასე შემდეგ. აი ესეთი სხვაობა არის. კიდე გაჩვენებთ მინდა რომ შემდეგ ვიდეოში გაჩვენოთ თქვენ სხვაობა ყურუმი ქალის კლასიკაში და ყურუმი ქალის მან არა შეგცოდა დავმალავ ცოტა ძალიან ესეთი საერთოდ მან არა ძალიან ეროტიკული დასთა არის და უდიდეს განსხვავებას განახებთ თქვენ უკვე აი ამ არკანების შორის.